დაიწყო, მე მგონი იწერს უკვე. აი, გადაავლეთ ამ სტატიას თვალი, გადახედეთ რაზეა. მე ვერ მოვასწარი. ვერ მოასწარით ან რაღაც. არ გესმით ჩემი ხმა? თუ ისმის ისე. ისმის შორებურ. ისევ აურდაური, ეხლა არ ისმის შენი ხმა გიორგი. ლაპარაკობ, ხო? კი. კი, აი ხა გასწორდა. ისმის? კი, ეხლა კი ისმის. რა ვაბა, რას მეუნებოდი, გადახედეთ? მე ვერ მოვასწარი. აჰა. კაი, ნიკოლოზ, შენ ხوار გადაგიხედია? ვერც მე მოვასწარი. მოკლედ, ეს სტატია არის, სიმართლე გითხრათ, მეც არ მქონია ეხლა აი ამ სტატიაში აღწერილ ფრეიმვორკთან შეხება. არ გამომიყენებია, უბრალოდ გავიაროთ ერთად, გადავხედოთ ეს სტატია რას ამბობს რა. ანუ ისე დეტალურად, როგორც მაგალითად აი ბუსტინგის ფრეიმვორკები ჩავშალეთ წინარე ლექციებზე. მათემატიკიდან დაწყებული პლუს მცირედი რაღაც იმპლემენტაციით დასრულებული და ასე შემდეგ. ხა აქ ესე დეტალურად ვერ ჩავშლით, უბრალოდ გავუყვით paper-ს და ნახოთ რას გვეუბნება ეს რა. კერძოდ, რეალურად მიუხედავად იმისა, რომ ეს neural net-ები ძალიან fancy რაღაცაა და სასწაულებს ახდენს, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ისე სასტიკად ვერ ამარცხებს აი ამ ძალიან მარტივ ბუსტინგის ხის მოდელებს, რომ ფაქტიურად ვერ ამარცხებს კი არა, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად აი ამ ტაბულარულ დატაზე, ანუ დატის ტიპზე არის აქ მნიშვნელოვანი, ანუ რა ტიპის დატაზე მუშაობს neural net-ები და თუ ესა თუ ის მოდელი რა, ესა თუ ის ალგორითმი. ხო და აღმოჩნდა, რომ აი ტაბულარ დატაზე არც თუ ისე კარგი პერფორმანსი აქვს, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ვერ ჯობია ამ cut boost, xg boost და ასე შემდეგ. ამ ბუსტინგის ფრეიმვორკებს რაც არის. ხო და აი ხლა ამ კაცმა, ამ ავტორმა, პროფესორად ამ ავტორებმა ამ სტატიის შეიმუშავეს ესეთი რამ, რომ რაღაც ნეირონული ქსელის პრინციპების გამოყენებით როგორმე მიახლოებოდნენ ბუსტინგის შედეგებს ამ ტაბულარულ დატაზე. ტაბულარული დატა გვესმის, ხო, რაც არის ეს? ცხრილის სახით, რომელიც შეიძლება წარმოქმნდეს რა. ხო და ხო მოკლედ ესენი რას ამბობენ? ესეთ რაღაცას ამბობენ, რომ განავითარეს რაღაცა ნეირონული ქსელი ააგეს და მიდგომა ფრეიმვორკი შექმნეს ესეთი და მათ უწოდეს მათ ტაბნეტი ამას, რომელიც ფაქტიურად დაახლოებით იგივე პერფორმანსს დებს, რასაც სტანდარტული ბუსტინგის ფრეიმვორკები. ნუ ყოველ შემთხვევაში იმ დატაზე, რა დატაზეც ახლა ამათავ დატესტილი. მე არ დამიტესტავ სიმართლე რო გითხრა. არ მიხმარია არასოდეს ეს ფრეიმვორკი. ეხლა ესენი რას აკეთებენ რა, როგორ დაიწყეს? ბუსტინგის ალგორითმი ხო გვახსოვს ჩვენ? როგორც იყო, ანუ ბუსტინგი ყოფდა არეებად, რაღაცა axis aligned, ანუ საკოორდინატო ღერძების პარალელური არეებად ყოფდა სივრცეს, ანუ ცვლადების განსაზღვრის სივრცეს. მაგალითად, აი აქ როგორც არის წარმოდგენილი რა, თუ ორგანზომილებიანი input-ი გვაქვს x1-ით და x2-ით, მაშინ აი x-ის და y ღერძის, ანუ x1-ის და x2-ის პარალელური ღერძებით ყოფს ძალიან ამ განსაზღვრის არეს და მერე მაგ არეებში ლოკალურად ცდილობს გამოთვალოს ისეთი ფუნქციის ისეთი მიახლოებითი მნიშვნელობა, რომელიც ახლოს არის იმ რეალურ ფუნქციასთან, რა, რომელმაც დატა დაგვიგენერირა რა. ეს გახსოვთ ახლა ჩვენ ერთგანზომილებიანი შემთხვევა განვიხილეთ წინა ლექციებზე, სადაც უბრალოდ x1-ის და x2-ის ნაცვლად ერთგანზომილება ქონდა x1 და მეორე უკვე y იყო რა, ანუ ნამდვილი ფუნქცია, რომელმაც დატა დაგვიგენერირა და ეგ შევისწავლეთ. იგივე პრინციპები აქაც ვწერდება, ვისაუბრეთ კიდეც ხო მეორე წინა ლექციაში. რომ აი მაგალითად cut boost-ი როგორ ხლიჩავს და cut boost-ის ხისაგების პრინციპი, ანუ რეალურად ხისაგება ნიშნავს აი ამ ცვლადების განსაზღვრის არის დახლეჩვას, ესე
სხვადასხვა ტიპის მართკუთხედებად, სხვადასხვანაირი ტიპის მართკუთხედებად. ეხლა neural net-ი რას აკეთებს? neural net-ი მით უმეტეს მაგალითად აი რეალურ აქტივაციას განვიხილოთ. გისმენ გიორგი? ანუ მე წინება კვეთილზე არ ვიყავ, ანუ გამიცდა და ანუ quad tree-ნაირად მუშაობს, მე როგორც მივხვდი? როგორ? quad tree-ნაირად. აუ ცუდად მესმის. როგორი tries-ნაირად? quad tree. quad tree? კი. quad tree რა არის? როგორი tree არის? არ ვიცი სიმართლე რო გითხრა. ანუ ვიკიპედიაზე რომ დასერჩოთ კი მიხვდებით ეგრევე, ანუ მარტივი რაღაცა, მაგრამ ხო, კარით მაშინ. quad tree? კი. ანუ ან თვითონ აი იმ ფოტოზე ჩანს უბრალოდ. რომელზეა? აქა? კი. ამაზე? რომ ანუ თვითონ მანამდე ყოფს, ანუ თვითონ სივრცეს 4 ნაწილად, სანამ ყველა წერტილზე quad tree მაგას არა. ეხლა იდეა ეგ არის ფაქტურად, ხო, დაახლოებით, მაგრამ დაყოფის პრინციპია განსხვავებული. აქ უყურე რაღაც თითქოს ჯერ ანუ 4 წერტილი 4 კვადრატად, მერე კიდე შემდგომს გაყოფს 4 კვადრატად, მერე ანუ აქ ფაქტურად გამოდის, რომ კვადრატებად იყოფა, ხო ესეა? კი. იქ ეგრე არ არის, ანუ აქ რაღაცა სტრუქტურიზებული დატა არის და ეს ითხოვს, რომ ფაქტურად თითოეული ინტერვალი იყოს კვადრატი ან რაღაცა მართკუთხედი, ხო ესეა? კი. კვადრატს ითხოვს, quad-tree, მაგიტო ხო არ არის, კვადრატს ხო არ ითხოვს ეს? quad-ი იმიტომ ქვია, რომ 4 ნაწილად ყოფს, ანუ ასევე oct-tree-ც არის, ეგ 8 ნაწილად ყოფს და ეგ სამ განზომილებაში გამოიყენება. ხო, სიმართლე გითხრა მე boosting-ი ხო რეალურად რაღაც ნაწილებად არ ყოფს, ანუ თავისით საზღვრავს რამდენ ნაწილად უნდა დაყოს და კვადრატები არაა საჭირო. არა, ეხლა უყურე boosting-ის საბოლოო ფოთლების რაოდენობა განსაზღვრავს რამდენ ნაწილად გაქვს დაყოფილი რა შენ. არე. შენი არე. აქაც თითოეული არის, წარმოიდგინე რომ აქაც თითოეული არის, ლიფი არის. პროსტა დაყოფის პრინციპი არის აქ სხვანაირი ამ quad tree-ში. boosting-ი ამ არეებს ყოფს რაღაცა აზრით ოპტიმალურად, ანუ ისეთ split points პოულობს, ანუ შუაში კი არ ყოფს, ან 4 ნაწილად. მივხვდი კი. split points პოულობს, რომელიც რაღაცა აზრით ოპტიმალურია. ანუ კერძოდ რაღაცა ტიპის loss ამცირებს ყველაზე მეტად. აი ეს დაყოფის წერტილი. მივხვდი, ანუ შეიძლება ეს დაყოფის წერტილი აქ იყოს და მეორე იტერაციაზე უკვე მეორე, ანუ რო დაყოფს ამას ორნოუდად, რუთს რო დაყოფს ორნოუდად, მერე უკვე ამ მიღებული ნოუდების დაყოფას რო იწყებს, იმათაც იგივე პრინციპით იწყებს და შეიძლება სადღაც სხვაგან დაყოს რა. ერთი რო აქ დაყო ამ x1 ცვლადის მიმართ, x1 ცვლადის აი ამ მნიშვნელობაზე გაწყვიტა, მეორე შეიძლება აი ეთეთკენ გაწყვიტოს x2 ცვლადის აი ამ მნიშვნელობაზე გააჩნია რომელი წერტილი გამოიწვევს, რომელი წერტილი გამოიწვევს ამ ლოსის ყველაზე მეტ შემცირებას. კი. ნოუდზე მოხვედრილი წერტილები რა. ანუ ორი ნოუდი ხომ მიიღო რუთი რო გაწყვიტა. მერე ორივე ნოუდზე შეადარებს ორივე ნოუდის რომელი წერტილი ამცირებს ყველაზე მეტად რომელი წერტილი ამცირებს ყველაზე მეტად მაგ ნოუდზე ლოს, იგივეს გააკეთებს მეორე ნოუდზე და შესაბამისად რომელი ნოუდისას აჯობებს, იმ ნოუდს დასპლიტავს. და მერე მანდ უკვე განსხვავებებია მაგ სპლიტის და ანუ ეგ სპლიტები ხო ხეების აგებას ნიშნავს, ტოტების ბრენჩების განვითარებას ნიშნავს ფაქტიურად. მერე განსხვავდება ერთმანეთისგან LightGBM-ი, XGBoost და CutBoost რა. მაგ პრინციპით ეხა LightGBM-ი მიყვება და სიღრმეში ჩადის. XGBoost-ი გეუბნება რომ პირობითად თუ გავწყვიტეთ რუთი ორ ნოუდად და მერე მაგალითად მარცხენა ნოუდი გავწყვიტეთ ორ ნოუდად კიდე, აი მიღებულ ლიფებს მანამდე არ დასპლიტავს, სანამ აი პირველ დონეზე რუთის გასპლიტვის შედეგად მარჯვენა ნოუდსაც არ დასპლიტავს. ანუ თითქოს სიმეტრიულ ხეს აგებს.
X boost-ი ეგ არის და cut boost-იც დაახლოებით მსგავსი არის, ოღონდ cut boost-ი კიდევ უფრო დაახლოებით ეს სიმეტრი უფრო ანუ რაღაცა უფრო კორექტული ბადესავით აფენს მთლიან განსაზღვრის არეალს. აი დაახლოებით ამის მსგავსია, ამ კვადრატის მსგავსია cut boost-ის დასპლიტვის პრინციპი. მაგრამ თლად ესეთი ხასიათი არ აქვს რა. აი მოდი ისევ ხელახლა რომ გავიხსენოთ დასპლიტვები. გიორგისთვისაც ხადი რო გახდეს. აი დავიწყოთ ისევ აი ეს кейსი განვიხილოთ ორგანზომილებიანი რა. x1 და x2 გვაქვს. მაგალითად ეხა x-ში LightGBM-ის შემთხვევაში LightGBM-მა თქვა რომ პირობითად აი x1-ის აი ეს წერტილი კარგად სპლიტავს და ანუ გაავლებს ამ x2-ის პარალელურ ხაზს აი აქ და გაყობს მთელ წერტილებს ისეთ სიმრავლებად რომლისთვისაც x1 ნაკლებია ამ რაღაცა რიცხვზე და დანარჩენი მეტია ამ რაღაცა რიცხვზე. ანუ მთლიან წერტილებს გაყობს ორ ნაწილად. ზოგი აქეთ მოხდება, ზოგი აქეთ მოხდება ამ წერტილების. მერე უკვე აი ამ დაყოფილ ნოუდებზე ეს ხო ორი ნოუდია უკვე ფაქტიურად. ხეზე ხო ამას შეესაბამება რუთის დასპლიტვას რა. აქეთ და აქეთ. ხვდებით ხო ამას, რომ ეს ორი ნოუდია. კი. მერე უკვე ამ ორივე ნოუდიდან იწყებს შერჩევას და მაგალითად რა ვიცი შეარჩია ეს მარცხენა ნოუდი და თქვა რომ მოდი ახლა აი ამ ნაწილსო სადაც x1-ები ნაკლებიაო აი ამ რაღაცაზეო ეს ნოუდი ხო აი ამ არის შეესაბამება. მოდი ამას დავსპლიტაო ესეო. ანუ აქ გაავლებს. ანუ ეს ნიშნავს რომ აქ კიდევ ორი ცალი ნოუდი მიემატება ხეს. კი. მერე კიდე შეისწავლეს აი ამ დასპლიტულ ნოუდებს და რავი თქვა რომ x1-ით გავსპლიტაო ახლა ამ არის. ანუ ეს არის აი ეს ნოუდი. კი. მომიხდი? კი. ამას დასპლიტავს კიდე. და ესე მიყვება, სანამ რაღაცა სიღრმეს კონკრეტულ და გასეტილ სიღრმეს არ მიაღწევს. და მერე ამოვა და დაბრუნდება აქ და დაიწყებს უკვე ამ არის ძიებას. აქეთ მხარეს. აი მაგალითად რავი სიღრმე იყო 1 2 ხო 2 არა 3 ანუ მესამე დონეზე გაწყვიტა უკვე ვეღარ გავა იმიტომ რომ შენ გაუსეტე რომ მაგაზე ღრმა ხე აღარ ამიგო ეუბნები მერე წამოვა და დაიწყებს უკვე აი ამ არის შესწავლას აქეთკენ და რა ვიცი მერე თქვა რომ მოდი ისევ აი აქ x1 რო ანუ თუ დავსპლიტავ აი ამ არის ისევ ესე x1-ით მაშინ ეგ შეამცირებს ყველაზე მეტად იმ ლოსს რა აქ არსებული წერტილების ანუ ამ არეში არსებული წერტილების დასპლიტვით ლოსი ყველაზე მეტად შემცირდება ამას რო გაქვს და მე ისევ ეგრე მიყვება ანალოგიურად მე შეიძლება x2-ზე თქვას რომ ანუ ეხლა ეს არის აი ეს არის აქ შეესაბამება ამას ამ არის აქა და ეს არის კიდე აქეთ არის ხვდებით ხო თუ მეტია ნაკლებობით დასპლიტავ რა მაგალითად აქ ხო ნოუდია კონდიშენი იწერება რომ დაუშვათ დასპლიტეო ისეთი არითო, როდესაც x1 ნაკლებია რაღაცა აი ამ კონკრეტულ მნიშვნელობაზეო. და თან აი ეს არის, აი ეგეთკენ რაც არის დარჩენილი. აი ამ არეში ყველა x1 მეტია აი ამ მნიშვნელობაზე, რომელიც აქ რუთში წერია. ეს არის შეესაბამება ამას, ეს არის შეესაბამება ამას, აქეთას. მე ვთქვათ რომ როგორ ისე აღმოჩნდა რომ ამ არეზე დასპლიტვა ჯობს უკვე x2 ცვლადით. x2 ცვლადით რო გაყოს. რაღაცა აი ამ მნიშვნელობაზე. მაგრამ უყურე ამ მნიშვნელობაზე რო იწყებს x2-ით დასპლეტვას. აი ამ ნოუდს რო დასპლეტავს. აი ამ არეებს არ ეხება არც ამას და უბრალოდ აი აქედან იწყებს გავლებას. ამ იმის ხაზის. კი. ო, ეს არის LightGBM-ი. ეხა XGBoost-ი რას აკეთებს? XGBoost-ი იგივეს აკეთებს. გავსად, ოღონდ რას? ეს რო დასპლიტა აქ და მე ესეც რო დასპლიტა, ანუ ეს რო ააგო და ეს რო ააგო, ამას აღარ ააგებს და აიძულებს აი აქეთკენ დასპლიტოს რა, უკვე აი ამას ააგებს. მიხვდი? კი, ანუ ცდილობს რომ ანუ სიღრმე ყველგან ერთი და იგივე ერთ დონეზე სიმეტრიულად გაზარდოს ეს ხე რა, მაგას ცდილობს XGBoost-ი. ეხა cut boost-ი რას აკეთებს?
cut boost-ი როგორ აკეთებს ამას რა? სად დავხაზოთ? მოდი აიქ დავხაზოთ. ეს დავხაზოთ შემდეგნაირად. cut boost-მა დასპლიტვა, ხო, დავუშვათ ისევ x1-ით, სადაც იყო ესე. აი აქ. მერე ისევ x2-ით დასპლიტა პირობითად. აი ამ პირობით, რომ x2 მეტი უნდა იყოს აი ამ რაღაც წერტილზე და აქ გაავლო ეს. ასევე აიძულებს, რომ იგივე პირობით, ანუ ერთი და იგივე კონდიშენით დასპლიტოს აი ესეც, ეს ნოუდიც. მიუხედავად იმისა, ეგ პირობა ამცირებს თუ არა აქ ლოს. აღარ აინტერესებს უკვე. თავიდან შეადარა ეს ორივე ცვლადი, ანუ რომელი ცვლადი დაესპლიტა ყველაზე მეტად, ანუ ლოსის შემცირებას, რომელი ნოუდში მოხვედრილი წერტილების, რომელი ცვლადის, რომელი მნიშვნელობებით შეამცირებდა. პირველი დასპლიტა ის და მერე უკვე დანარჩენს იმ დონეზე არსებულ ყველა ნოუდს აიძულებს, რომ იგივე მნიშვნელობაში დასპლიტოს ეს ხეები. ეს რას აძლევს? შედეგად რას გვაძლევს ახლა? ეს არის, ეს ნოუდი ხო ამას შეესაბამებოდა ამარეს. და ეს ნოუდი შეესაბამება აქეთ ამ მხარეს. მარჯვენა მხარეს. ეს დასპლიტა, მივიღეთ აი აქ დასპლიტვა. მერე ამასაც რო აიძულებს, რომ დასპლიტოს. ამ ხაზს გააგზელებს პრაქტიკულად ეს. მერე იგივე, ანუ ფაქტურად მივიღეთ 4 რაღაცა დისოსივით. პირობითად, მერე ახლა მოიძია აი აქ ნოუდებზე და ყველაზე კარგი აღმოჩნდა ისევ x2-ით დასპლიტვა. აი აქ მაგალითად. ამას სპლიტავს ეს. ანუ რეალურად ეს ნოუდი ხო ეს მხარეა. კი. და აი აქ უნდა დაესპლიტა მაგალითად აი ამ კონდიშენით. წესით აი აქ უნდა გაევლო ეს ხაზი. კი. მაგრამ რადგან ეგრე აიძულებს, რომ ყველა აი ამ ლეველზე არსებული ყველა ის უნდა დასპლიტოს, გადავა უკვე აი ამ ნოუდშიც, აქეთ ამ მხარეს. და ამასაც ააგებს ეს. მიხვდი? აქეთ დასპლიტებს. მერე იგივენაირად თუ ეხლა აი ამას დასპლიტავს, აი ამ ნოუდს. ეს ნოუდი ხო არის, აი ეს ნოუდი შეესაბამება რომელ არის? მოდი დავაიდგინოთ. პირველი რუთი იყო, რომ ეს დაისპლიტა, აქეთკენ წამოვიდა. მეორე იყო, რომ აი ამით დაისპლიტა, ანუ აქეთ წამოვიდა ამ რიცხვზე ზევით ამ მაღალი წერტილები და ანუ ეს არეა. კი. ეხლა თუ ამით დასპლიტა ამან, თქვა რომ აი ამ ანუ აქ უკვე ესენი დასპლიტულია უბრალოდ ბოდიში, აი ამ პირობით. აი ეს ხო გაივლო, ეს წერტილი უკვე. და ეს ფაქტურად დასპლიტულია რა. კი. ხო და ეხლა ამან რო დასპლიტა აი აქ. აი ახალი არე რო ავაკოთ. მაგალითად მოითხოვა რომ ამ არეშიო x1-ით დასპლიტვა იქნებაო კარგიო და წესით ეს უნდა ეგო მარტო. იმიტომ რომ აი ამ აგნოუდს აი ეს შეესაბამება. ეს არე შეესაბამება. და აქ უნდა გაიყო. არა იტყვის x-ბუსტი ეუბნება რომ ყველა ამის შესაბამისი ნოუდ, ანუ მაგდონეზე არსებული ნოუდები დასპლიტეო. და ჩამოაგზელებს ამათაც ეს. და მიხვდი ახლა ფაქტურად რაღაცა გისოსივით ბადეს აფენს, აი ახლა განსხვავებები სპლიტებს შორის როგორ არის, არეებს შორის. და მერე უკვე აი ამ ესე დასპლიტულ არეებში მოხვედრილ წერტილების სტატისტიკებს სწავლობს, ანუ მაგ სტატისტიკებს იღებს უკვე მიახლოებით მნიშვნელობებს რა. გააჩნია რა ლოსია, თუ კვადრატული ლოსია, საშუალოს იღებს ამ არეში ფუნქციის მიახლოებით მნიშვნელობას, თუ რა ქვია, აბსოლუტ ლოსია, მედიანას იღებს და თუ რაღაცა უბერის ლოსია და ასე შემდეგ, ის რაღაც სხვა სიდიდეს იღებს. ამაზე შეიძლება ჩანაწერი არის უყურე და მერე თუ რამეს კიდე მოიწერე და ანუ მაგ ლოსებთან როგორ არის დაკავშირებული, ანუ რამე ლოსისგან გამომდინარე, რა სიდიდეს იღებს მიახლოებით მნიშვნელობას აქ არის. კარგი. ეს არის decision tree-ები.
ეხლა ნეირალ ნეტებში რა ხდება? რა ხო ჩვენი სასაუბრო თემა დღეს ხო ნეირალ ნეტები არის, რომ ტაბულარ დატაზე რომ ნეირონულ ქსელმაც იმუშაოს. ოკეი. ანუ ეხლა უყურე, ისე ორ განზომილებაში რო გადავიდეთ და რელო აქტივაცია რო ავიღოთ, რეალურად ეს fully connected layer არის, ხო ეს ხო მაგას ნიშნავს. ეს სიმბოლოები თქვენთვის ცნობილია, ხო? მე მგონი ვიცი რომ ნეირონულ ნეტები და რა fully connected layer და რელო კი ვიცით. ხო, რელო და ესენი იცით. კი. აი, რას აკეთებს fully connected layer, ხო? რეალურად გარდაქმნას, წრფივ გარდაქმნას აკეთებს input ცვლილებისას, ხო? მეც არაფერს. და უბრალოდ მე რაღაცა აქტივაცია ედება ზევიდან, აქტივაციის ფუნქცია. რელო ან სიგმოიდი ან რაღაცა რაც იქნება რა. ხო ეგ არის, თუ სწორად მესმის ეხლა ნეირონულ ნეტებთან დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ შინაარსი ეგრე არის, რომ x-ი რო შემოვა, რაღაცა წრფივ გარდაქმნას ჩაუტარებს, გადაამრავლებს იმ განზომილების კოეფიციენტზე, რა განზომილების x-იც არის, მაგალითად θ1 თუ ორ განზომილებიანი x-ი გაქვს, θ1 x1 პლუს θ2 x2 და ამას პლუს რაღაცა კონსტანტა, ხო, ინტერცეპტი, რაღაცა θ0. ეს ხო არის იგივე წრფის განტოლება სიფრთხეში, აი ამ სიფრთხეში. რაღაცა და რელოს ხმარობთ, რომ უბრალოდ არა წრფივი იყოს. ხო, მე რელოს ხმარობს, ან რავი, სიგმოიც, მაგრამ სანამ რელუნდე მივა, ეს ხო რაღაცა წრფი არის, აი აქ, აი ამ სივრცეში. ოკეი. ეხლა მეორე ეს არის ერთი იუნიტი ნეირონული ქსელის. თუ მეორე იუნიტიც გაქვს შენ, მოდი ამას ერთიანები დავუმატოთ. პირველი იუნიტისთვის. ეხლა თუ მეორე იუნიტი გაქვს, რომელიც ოღონდ სხვა პარამეტრებით გარდაქმნის. მეორე იუნიტშიც ხო იგივე ხდება, x1 უფრო სწორად ბოდიში. და 2 იქნება, მე მგონი. და პლუს რაღაცა θ2 ეს ხო მეორე იუნიტის ოპერაციაა რა. ფაქტურად θ მატრიცაზე ამრავლებ ამ იმას. ანუ θ მატრიცა რამდენ განზომილებიანიც გაქვს, ეს მატრიცული ნამრავლებიც ხო იცით რაც არის. თუ არ იცით ეგ თქვენთვის უცნობია. კი. ხო. ესეც ხო არის მეორე წრფე რაღაცა, იმით იქიდან გამომდინარე θ2 და ეს კოეფიციენტები რა არის, რაღაცა მეორე წრფე არის. აი ამან უკვე ფაქტურად მთელი ეს შენი სივრცე, ინპუტების სივრცე დაგიყო კიდევ 4 ნაწილად. როგორც აი ამ ორმა წრფემა აქ რომელიც არის, აი decision tree-ს მსგავსი რაც არის. decision tree-ში რაც ხდება, აი აქ როგორც ხდებოდა რა. Просто decision tree-ში აი ეს წრფეები, რომელიც ამ შენი x1 და ანუ input სივრცის დაყოფას ახდენდა, საკოორდინატო ღერძების პარალელურია x-ის და y-ის, x1 და x2-ის უფრო სწორად. y-ი ჩვენთან ტარგეტს ნიშნავს რა და მოდი x1 და x2 ვილაპარაკოთ. საკოორდინატო ღერძები ამასე აღნიშნოთ, როგორც აქაც არის ამ სტატიაში. ეს უკვე პირიქით არის რა, ანუ უბრალოდ უფრო ზოგადია, ასე რომ ვთქვათ რა, რეალურად რაღაცა წრფეებით გიყობს, არა საკოორდინატო ღერძების პარალელური წრფეებით გიყობს იმ სივრცეს, განსაზღვრის სივრცეს, არამედ რაღაცა სხვა წრფეებით რა. ხო და ეს ხალხი ამბობს, რომ თუ მე კონკრეტულად შევარჩევ, ანუ ისეთ არქიტექტურას მოვიფიქრებ ნეირონული ქსელისა, რომელიც აი ამ წრფეებს, ანუ თან მე რელუ რას აკეთებს ახლა რეალურად. რელუ გეუბნება, რომ აქ რო შენ რაღაცა წერტილები გაგინაწილდება, აი აქ რო რაღაცა წერტილები ჩავარდება, შენი მონაცემები. ეხლა ეს წერტილი აი ამ ღერძზე რო ამ წრფეზე ხო ზევით არის, მეტი იქნება, ანუ ამ წერტილში x, ანუ ამ წერტილის კოორდინატებს x1 და x2-ს რო გადაამრავლებ θ1-ზე და აი θ2-ზე, ამ წერტილის მახასიათე, ამ წრფის მახასიათებელ რა ქვია, ვექტორზე და შეკრებავ აი ამ ოპერაციას რო ჩაატარებ ამ წერტილისთვის, აი აქ. მიიღებ, რომ ის არის, რა ქვია, მეტი იქნება ამ წრფეზე.
და რელუ მაგას აკეთებს ზუსტად რომ მეტი რო იქნება ამას დატოვებს რაც არის და რაც არ არის რელუს ოპერაცია ხო ეგრეა განმარტებული რა რომ თუ მეტია რაღა ნულზე ამ წრფეზე ფაქტიურად მაშინ აიღე ეგ რაც არის და თუ არა და გაანულეო რა ნულსა და ამ ნიშნულობას შორის ეძებს მაქსიმუმს რელუ ხო ეგ არის და ეს მნიშვნელობა მეტი იქნება აი ამ წრფეზე ეს მნიშვნელობა იქნება შედარებით უარყოფითი აქეთ იქნება აქეთ აღმოჩნდება წრფის ქვემოთ და გაანულებს ამ ხარეს დაიტოვებს მარტო ამ წერტილებს რა ხო და ანუ შეიძლებაო ისეთი არქიტექტურის მოფიქრებაო ესენი ამბობენ რომ აი ეს წრფეებიო ნეირონულ ნეტებშიცო იყოსო ამ ღერძების პარალელურიო და კერძოდ აი ესე გთავაზობენ რა რომ რო გქონდეს შენ რაღაცა მასკი ანუ ფილტრი რომელიც აი ორგანზომილებიან ინფუთიდან ირჩევს რომელიღაცა ერთს კონკრეტულ ცვლადს და იმას ატარებს fully connected layer-ში აი მაგის connecting წონები არის რაღაცა C1, -1 და 0,0 და ინტერცეპტი B არის აი ესე განსაზღვრული. მეორეს კიდე ატარებს აქეთკენ და იღებს აი დაახლოებით ზუსტად აი მას რომ დაფიქსდეთ და გაანალიზოთ მე ეს ზუსტად აი ამ დაყოფას მოგცემთ რა ფაქტიურად. მერე კიდე ერთ ჰინტს მოგცემთ აი თუ გაიგეთ წინა ლექციებზე ინდიკატორ ფუნქციების შინაარსი რეალურად რა არის ეს რელუდ შესაძლებელია იმ ინდიკატორ ფუნქციით ჩაიწეროს რელო ფუნქციაც რა რელოს განმარტება ხო ესეა ნულს უდრის თუ უარყოფითია და x უდრის თუ დადებითია ხო ხო ანუ max ნულსა და x შორის. შეგიძლიათ ახლა ეს მიკარნახოთ ამის ინდიკატორის ვერსია რა იქნება ინდიკატორ ფუნქციის ტერმინებში რო ჩავწეროთ? მათემატიკურად? ხო, აი რა ინდიკატორის ტერმინებში რო გადაწერო ეს ფუნქცია, ეს მათემატიკური ჩანაწერია, მაგრამ ინდიკატორი უბრალოდ დავწეროთ რომ 1-ს უდრის თუ დადებითია და 0-ს უდრის თუ უარყოფითია. ხო, მაგრამ ფაქტიურად ეს რელო ესე კი, მე მგონი მართალს ამბობ. და 1-ზე გადავამრავლებთ პროსტა მერე. არა, 1-ზე კი არა, x-ზე უნდა გადავამრავლებთ. ხო, x-ზე გადავამრავლებთ იმ რასაც მივიღებთ მაგას კი. ხო, კი, ეგ არის. ანუ ინდიკატორ ფუნქცია იქნება ესეთი რაღაცა. ერთიანი აქ დაწერო თუ x-ი მეტია 0-ზე, მერე ნულდება ეს. და აქ გჭირდება შენ რაღაცა, რომელიც ამის მსგავსი იქნება. ეს რაღაცა არის x თვითონ. ეს უკვე არის რელუს ჩანაწერი, ოღონდ ინდიკატორ ფუნქციების საშუალებით. ამათი წრფივი კომბინაცია უკვე გვაძლევს უბან-უბან წრფივი ფუნქციების ჯამს, რა, უბან-უბან წრფივი ფუნქციებს. ადრე ხო გახსოვთ საუბრობდით ხეების განსაზღვრის დროს, საუბრობდით უბან-უბან მუდმივ ფუნქციებზე. მიხდით, ხა გახსოვთ ხო ეს რომ უბან-უბან რაღაც ანუ ყოველ უბანზე მუდმივი მნიშვნელობა. ეს ახლა გაძლევს უკვე ამათი წრფივი კომბინაცია, გაძლევს უკვე უბან-უბან წრფივ ფუნქციებს, რა, რაღაცა კონკრეტული დახრით კუთხეებით. ეს წრფები ამ უბანზე რაღაცა ესეთი პატარა წრფე გაქვს, იმ უბანზე ცოტა სხვა კუთხით დახრილი წრფე გაქვს, მომდევნო გვერდზე უბანზე და ასე შემდეგ. აი. და აი ამ აგ რელუს განმარტებას და იმას თუ მიყვებით, აი რელუს ასეთ განმარტებას, მიხვალთ აი აქამდე ზუსტად. რომ თუ მე რაღაცა ფიჩარების მასკი მაქვს, სანამ ეს fully connected layer-ში გაივლის და სანამ ნეირონულ ნეტში შევა და სამუშაოებლად იმის ნაცვლად რომ მთელი n განზომილებიანი ფიჩარი შეუშვა მე შიგნით თუ მე მასკი მაქვს რომელიც მაგალითად 1-ს 2-ს ან რაღაცა უფრო ნაკლებ რაოდენობა ფიჩარებს ამომირჩევს და იმას გაატარებს იმ ნეირონულ ქსელში მაშინ შეიძლება რომ დაახლოებით მსგავსი პერფორმანსის მქონე მოდელის მიღება, ანუ შედეგები მივიღოთ, ანუ არქიტექტურა ისე ავაგოთ, რომელიც ხის მოდელების მსგავს პერფორმანსს დადებს, რა. და აი აქ აქვს აღწერილი ეს ზუსტად აი ეს არქიტექტურა, რა.
ხო. ანუ აქ ეს რას გეუბნებათ ეს მასკი რა. ეს უпростоრად ეს სქემა. აქ რო შემოდის ფიჩარი, ახდენს batch normalizations, იცით ხო ეს ოპერაცია რაც არის? batch-ურად დაანორმალიზებს. არა, ეხლა უყურე ეს batch-ი მაგალითად აქ განზომილებად აქვთ მოყვანილი დეგანზომილებიანი ფიჩარი გაქვს და ბეგანზომილებიანი batch-ი გაქვს. ანუ წერტილების რაოდენობა ამ batch-ში რაც არის. ანუ შენი ფიჩა, ანუ ამას ეძახ ფიჩარებს ფიჩარს აქ ესე ეძახიან, რომ არის ეგ b by d განზომილების მატრიცი. ანუ გადის ეს, ნუ აქ ხა ის სიმბოლო რო თუ წერეთ, მაგრამ სავარაუდოდ წესით არ უნდა ეწერო, ეს არის ინიციალიზაციის სტეპი. და რას აკეთებს ახლა ეს რა? მოდი აი ამ სტეპიდან დავიწყოთ რა. პირველი სტეპიდან დავიწყოთ. აქ ცოტა ისე დამაბნეველად არის, მაგრამ თუ გაიაზრებთ, პრინციპში მე ამას თუ გავიგებთ, აქეთაც დიდი არაფერი არ მოხდება რა. ანუ batch normalization-ის გავლის შემდეგ შემოდის აი attentive transformer-ში, ტრანსფორმერის პრინციპი არის ზუსტად ეგ, რომ მოგცეს ანუ ეგ მასკი, ფილტრი, რომელიც გაგვიფილტრავს მერე აი ამ batch-ში შემავალი ცვლილებიდან რომელიღაც, ანუ თლიან batch-ს კი ამუშავებს. მაგრამ ამ დეგანზომილების input-ში ყოველი ფიჩარი ხო დეგანზომილებიანი არა, ამ დეგანზომილებიან input-ში რაღაცა ფიჩარებს დამასკავს, ანუ ნულებად გადააქცევს. და აქ feature transformer-ში გაუშვებს მხოლოდ მაგ დამასკულ ტიპებს. ეხლა feature transformer-ი რა არის? ეს ქვევით არის სქემა, მაგრამ მოდი მაგას თავი დავანებოთ, ჯერ დავუშვათ, რომ feature transformer-ში გაივლის და ეს არაფერი fully connected layer-ი არის და რაღაცა არქიტექტურა ერთ სიტყვით, რომელიც შენებურად შეგიძლია შეცვალო, მაგასაც არ გვზღუდავენ, ბლოკი არის ნეირონული layer-ების, ან ქსელების, რომელიც შემთხვევაში ამათ ახლა კონკრეტული რაღაც აქვს მოყვანილი. მაგრამ სრული სამებს შეგიძლია შეცვალო, სავარაუდოდ. სავარაუდოდ კი რა, ეგრე აქვს აღწერილი, შეგიძლია და თვითონ ექსპერიმენტებშიც მე რო წერენ, შეგიძლია რა სხვადასხვანაირად ცვალო. მერე ამ feature transformer-ის მერე შენი განზომილება თუ იყო batch განზომილება, ანუ b by d-ზე, feature transformer-ი უფრო რაღაცა მაღალ განზომილებას, ან რავი, უფრო დაბალ განზომილებას, როგორც წესი ამბობენ, უფრო დაბალი ჯობსო, უფრო დაბალი განზომილების ფიჩარებს გიბრუნებს. მერე ეს სპლიტი ახდენს ესეთ რაღაცას, რომ რაღაცა ნაწილს მაგალითად პირველ ND-ს აი აღწერენ მაგას. გარდაქმნის ხო, აი ამ პრეპროცესინგში რა. ანუ რო გამოვიდა რაღაცა ეს არის feature transformer-ის ოპერაცია. ეს არის attentive transformer-მა რო გარდაქმნა დამასკა ეს შენი input-ი batch-ი. აი მულტიპლიკაციური არის, ესეც ერთი და იგივე განზომილების მატრიცებია და აქ point wise ნამრავლზეა საუბარი. აქ ძირითად და ანუ ძალიან ბევრ ამ მატრიცაში ძალიან ბევრ ჩანაწერში ადგილზე 0 წერია. და point wise რო გადამრავლდება, საბოლოო ჯამში მივიღებთ რაღაცა შედეგს, რომელშიც ბევრგან 0 წერია ამ ბაჩების ანუ სპარს წარმოდგენას მივიღებთ. მერე ეგ გადის უკვე აი ამ feature transformer-ში და უღებულობთ რაღაცა ორი ტიპის ვექტორს კი უბრალოდ მატრიცას, ანუ ბეგანზომილება ისევ ბაჩის რჩება. n არის უკვე შემდეგ იტერაციაზე, აი აქ მომავალი. აი აქედან ამ სპლიტის შემდეგ n განზომილების წამოვა უკვე შემდეგი სტეპის attentive transformer-ში და nb კიდე დანარჩენი წავა კიდე გარეთკენ, ანუ output-ად წავა ერთ სიტყვით. მერე ეს აქ რაც წამოვიდა, აქ კიდე იგივე პროცესს გაივლის, ანუ შევა იგივე attentive transformer-ში, ოღონდ დააპდეიტდება ეს attentive transformer-ის, ასე რომ ვთქვათ, წესით სქემა ეგრე არის, რომ ეს იტერაციულად უნდა გაიაროს. მერე ეს მასკი უკვე დადგინდება ახალი ტიპის, ასე რომ ვთქვათ, ფილტრი. ეს ახალი ფილტრის დაედება უკვე იგივე ფიჩარების batch-ს.
მე ესეც გაივლის feature transformer-ში, მე ისე მოხდება სპლიტი და რაღაცა ნაწილი წავა შემდეგ სტეპში და რაღაცა ნაწილი გავა გარეთ რელოში. ანუ ეს ამით დაახლოებით ეგენი ცდილობენ, რომ რაღაც boosting-ის მსგავსი სქემა შემოიღონ. boosting-შიც ხო დაახლოებით ეგეთი რაღაცა ხდებოდა, რომ input-ი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე იყო, ანუ x-ები იყო ჩემი input-ი, მაგრამ ტარგეტი, რომელსაც ვარგებდი, მე ამ ხეს, რომელთაც ვცდილობდი ხე ამეგო, იყო უკვე სხვაობები წინა iterაციაზე ჩემი მიახლოება რაც იყო და რეალურ ფუნქციას შორის. ანუ რეზიდუალებს ვარგებდი უკვე ყოველ iterაციაზე. მიხვდით? და უკვე ამ მორგებულებს ვჯამავდი. ბოლოს ხო ეგრე გამოდიოდა, რომ ანუ თუ გახსოვთ, მოდი გავხსნე იმ notebooks. აინც ვიზუალიზაცია რომ ანალოგია რო დავინახოთ რა. კაი, აი მაგალითად აქ. აი ეს დინამიკა ხო გახსოვთ, აი ამაზე მაქვს საუბარი. პირველად იყო რაღაცა iterაცია, პირველი iterაცია მაგალითად მუდმივი ფუნქციით მიუახლოვე და აქეთ დამჭა რეზიდუალი, აი ეს ლურჯი წირი რეზიდუალია. ანუ რეალურს დაკლებული აი ეს რაც პირველი iterაციაზე, ამ iterაციაზე რაც იყო. მე რეალურად უკვე აი ამ რეზიდუალების მიახლოება მოვახდინე ხის მოდელებით და ეს მიახლოება წავიღე დაუმატე ამას ანამდე რაც იყო და მივიღე ეს. მე ამათ შორის რეზიდუალები რაც იყო, აქეთ ეს მაგ დახატული, მე აი ამის მიახლოება ეს დავისწავლე უпростоრად ეს რეზიდუალები ან მიახლოებას ანუ ორივე სინონიმებია ამ შემთხვევაში ამ კონტექსტში. და დაუმატე უკვე აი ამას წინაზე რაც იყო. და ასე შემდეგ iterაციულად რა. და ბოლოს რაღაცნაირად მიუახლოვდი უკვე აი ამ ფუნქციას საბოლოო ჯამში დავისწავლე აი ესეთი ფუნქცია რა. აი მიახლოებით. აქ უბრალოდ სხვადასხვა ლოსის შემთხვევაში სხვადასხვა ლოსს რო ამცირებ, როგორ სხვადასხვანაირ მიახლოებას ღებულობ. ეგ არის იმპლემენტირებული. თორე ის ზევით რა დინამიკაც იყო, დასწავლის დინამიკა აღწერილი აი ეს. ამას შეესაბამება აი ის სფერი მრუდი. კაი, ესენის დაახლოებით მაგას ცდილობენ, რომ აი პირველად რო გავუშვეს აქა, რაღაცა feature transform-ი, ანუ დამასკეს რაღაცა გარკვეული ფიჩარები, დამასკეს რა, ანუ რეალურად აქაც ხო იგივეა, რომ პრინციპში აქ ჩვენ ერთგანზომილებიანი შემთხვევა გვაქვს და სულ მუდმივად ერთი და იგივე ფიჩარით სპლიტავს. მაგრამ მრავალ განზომილებაში ხო ეგრე არ არის, წეღან რომ ავაგეთ აქ ნახაზები, ხან x1 სპლიტავს, ხან x2 სპლიტავს და დაახლოებით ეგრე აკეთებს რა აქ. თუ სამგანზომილებიანი input space-ი გვაქვს, მაშინ ხან x1 დასპლიტავს, ხან x2, ხან x3. დაახლოებით მაგის ანალოგიას ცდილობენ ეგენი აქ აი ამ მასკით რა, რომ სხვადასხვა ფიჩარები გამოიყენო ამ დამასკვით. და აი ამ მასკს კიდე ფილტრს სწავლობს უკვე აი ეს attentive transformer. ყოველ iterაციაზე როგორ დამასკოს რა, რომელი ფიჩარი გამოიყენოს იდეაში prediction-ის დასაპროგნოზებლად. ყოველ სტეპზე. და ეგეც მაგას ამბობს რა, ზუსტად რომ აი აქ რო გამოივლის დაიმასკება პირველ iterაციაზე რაღაცა კონკრეტული ფიჩარები და რაღაცა კონკრეტულს გამოიყენებს. მე რაღაცა ტრანსფორმაციას დაისწავლის და მე ამ ტრანსფორმაციას გაყოფს რაღაცა ორ ნაწილად. ერთს გაუშვებს ზევით რა, ანუ აი ამ ადიციური რო იყოს, ბოლოს შედეგები რო შეკრიბოს. მეორეს კიდე გამოუშვებს შემდეგი iterაციაზე იგივე ტრანსფორმერში. და ახალ ასე ვთქვათ ფილტრს მოგცემს რა ეს ახალი ტრანსფორმერი. და იგივე ეს ახალი ფილტრი უკვე ისევ იგივე input-ზე მუშაობს რა, იგივე input-ს დაედება. როგორც აქ იყო. აქ ხო ყოველ iterაციაზე ხო ისენი მქონდა ჩვენ. ერთი და იგივე x-ები მქონდა რა, ერთი და იგივე input space-ი მქონდა. პროსტა სხვადასხვა წერტილებზე ვსპლიტავდი და მრავალი განზომილება რომ მქონოდა, იდე სხვადასხვა ფიჩარებზე დაისპლიტებოდა რა, ყოველ iterაციაზე შეიძლება სხვადასხვა ფიჩარი აერჩია დასასპლიტად. დაახლოებით მაგის
იმიტაციას ახდენენ ამით რა, ამ ნეირონული ქსელით. და ასე შემდეგ რა, საბოლოო ჯამში გამოდის უკვე აუთპუტი და ბოლოს უკვე აი აქ მაგას გვეუბნებიან, რომ ბოლო აუთპუტს, ანუ ამ რელუებს, აი აქ რაც გავიდა, რელუ აქტივაციებს, აი აქ რაც გავიდა თითოეული იტერაციაზე, აი კრიბავს, შეკრებას, ანუ აგრეგაციას ეგრევე ახდენს. და მერე თითოეული წონის, თითოეული უпростоრად არის რაღაცა წონებს სწავლობს. რა საბოლოო ჯამში მერე ხო უნდა გადაამრავლოთ ეს. აი აქ წერია. რომ რაღაცა final წონებზე უნდა გადაამრავლოთ. დაახლოებით ეგ ნიშნავს იმას, რომ ეს X-ში boosting-ში ხო ეგ არის, რომ ჯერ არეებს სწავლობს იდეაში. და თან ნუ პლუს წონებსაც სწავლობს, მაგრამ ბოლოსაც შეგიძლია, ბოლოსაც შესაძლებელია, რომ ეს წონები დააიდენტიფიციროს რა, ანუ ამ ინდიკატორ ფუნქციების სიმაღლეები რა. ხო. ეხლა როგორ აკეთებს აი იმ ფილტრებს როგორ იღებს, როგორ აიდენტიფიცირებს რა. აქ არის აი მაგის სქემა გამოტანილი. ჯერ ცალკე არის ფილტრის სქემა, attentive transformer-ი, რომელიც ფილტრს გენერირებს, აი ამ დასამასკ ფილტრს გენერირებს. და ესეც რაღაც ნეირონული ქსელის სისტემაა რა, უბრალოდ fully connected layer-ი, რო გაივლის ამ layer-ში. მერე მიიღებ batch normalizations. მოდი აი როგორ გავყვეთ, იცი? მე ზოგადად ნეირონული ქსელების სქემას რო ვარჩევ ხოლმე, მირჩევნია განზომილებების ცვლილებებს მიუყვერა ტრანსფორმაციებს. და ისე ვაიდენტიფიცირებ ხოლმე რას აკეთებს და ასე შემდეგ რა. აი ახლა აი აქ პირველად აი ამ სტეპში შედის რაღაცა ბიგანზომილების და რაღაც დიგანზომილების მატრიცა. აქედან უკვე გამოდის აი ამ feature transformer-იდან ისევ ბიგანზომილების და რაღაც როგორც ესენი აღნიშნავენ NA-ს პლუს ND. აი ეს მატრიცაა რა. აქედან ეგრე გამოდის. მერე წესით აქ უნდა დაისპლიტოს, მაგრამ ეს რადგან პირველი ინიციალიზაცია ხდება სიმბოლურად შეიძლება საერთოდ რომ აქ ეს მატრიცა რაც გამოვა აქეთ იყოს ნულოვანი. ანუ სულ ნულოვანი იყოს, ნულები იყოს. და ნუ წავიდეს აქეთკენ ეთყობა სქემა გამორჩა, მაგრამ იდეურად სქემაში გამორჩეთ, მაგრამ იდეურად არაფერს შეცვლის. აქეთკენ გაიაროს აი სულ ნულებმა და აქაც სულ ნულები უნდა წამოვიდეს, იმიტომ რომ აი ეგ უნდა გარდაქმნას მერე ამ attentive transformer-მა საბოლოო ჯამში აქ წამოვა რა ბიგანზომილების და n დიგანზომილების რაღაც მატრიცი. იმიტომ რომ დასპლიტა რა n აგანზომილება იქით გაუშვა გამოსასვლელში. ეხლა ამ ტრანსფორმერმა უნდა გარდაქმნას და რაღაცა ფილტრი დამიბრუნოს, რომელიც იქნება ისევ b და დიგანზომილების. და რატო ეს? იმიტომ რომ აი აქ batch normalization-ი რო გაიარა აი ამ საწყისმა input-მა. ისევ მაგ საწყის input-ს უნდა მოვდო მე ეს ფილტრი, რომ რაღაცა გარკვეული ფიჩარები დამიმასკოს, გამიფილტროს. და იტერაცია გრძელდება უკვე აქედან ეს რო გამიფილტრავს ამას. გამოვა უკვე რაღაცა სხვანაირი მატრიცი, ოღონდ იგივე განზომილების, მერე feature transformer-ის ტრანსფორმირებას რო ჩაუტარებს, უკვე ეს უკვე რაღაცა ნულებით ინიციალიზებული აღარ არის და არის უკვე რაღაც უпростоრად ხო შემთხვევითად ინიციალიზებულია, საწყისად როგორც ხდება ხოლმე ნეირონული ქსელების სტანდარტული აი აქ არის feature transformer-ის სქემა. ნეირონული ქსელების რაღაცა ნეირონული ლეიერების რაღაცა თანმიმდევრობა. გამოვა იგივე, აი ეს რაც იყო აქ, იგივე განზომილების. მერე ესეც დაისპლიტება და ერთი ნაწილი აი ეს
არა, ბოდიში აქ შემეშალა, ხო? n-д კი არა, n a უნდა წამოსულიყო, იმიტომ რომ ეს a აღნიშნავს, რომ attentive transformer-ში უნდა წამოვიდესო რა. და მეორე ნაწილი აი ეს b/n-d წავა უკვე რელუში. აქეთკენ წამოვა ეს გარდაქმნილი და უკვე შემოვა ახალ attentive transformer-ში. მერე ეს კიდე იგივე განზომილების b/d-ზე რაღაცა მატრიცს დაგვიგენერირებს, რომელიც ხელახლა დამასკავს, უკვე აი ამ ისევ იგივე inputs, როგორც ფაქტურად boosting-ის სტეპებში ახოლმე იგივე ერთი და იგივე input-ი შედის, უბრალოდ სხვადასხვა ფიჩერებს იყენებს დასასყიდად. და მერე სხვადასხვა ტარგეტს გაძლევს ყოველი სტეპის მერე, ყოველი იტერაციის მერე რა boosting-ში. აქაც იგივეა, სხვადასხვა ტარგეტს გაძლევს ყოველი იტერაციის მერე და მერე boosting-ი ხო კრიბავს, ესეც იგივე საკეთებს დაახლოებით კრიბავს ამ ყველაფერს მერე საბოლოო სტეპზე. და საბოლოო მიღებულ შედეგს უკვე უბრალოდ რაღაცა წონებით შეწონის და გაუშვებს loss-ში შესადარებლად, რამდენად ზუსტად მოარტყა ამ batch-ზე ტარგეტებს რა. მერე იმ loss გააწარმოებს და back propagation-ით გამოყვება და აი ამ ყველაფრის წონებს დააპდეიტებს. აქ ყველა ტრანსფორმერის, აქ ყველა ნეირონული ქსელია ამ არქიტექტურაში. ყველა სხვადასხვა რაოდენობის უნიტებით და ასე შემდეგ. შესაბამისი განზომილების უნიტებით. და ყველა წონას დააპდეიტებს რა. იდეა ეგ არის ამისი ამ paper-ის, რომ ანუ რეალურად ესეთი არქიტექტურა მოიფიქრეს, რომელიც რაღაცა იმიტაციას ახდენს boosting-ისას, იმიტომ რომ როგორც წესი boosting-ი კარგად მუშაობს ამ ტაბულარულ დატაზე, მაგრამ ამას ერთი პლუსი ის აქვს, რომ როგორც აი აქ ქვემოთ აქვთ ნათქვამი განხილული, აი მაგალითად აი ამ ცხრილში აქვთ შედარებული სხვადასხვა მოდელები. ამას ერთი პლუსი ის აქვს, რომ instant wise feature interaction-ებს სწავლობს რა. ანუ აი მაგალითად თუ feature-ების პირობითად თუ მაგალითად ახლა აქ ესე აქვს განხილული, რომ 6 განზომილებული input space-ი არის სინთეტიკური data. და თუ სწორად მახსოვს, თუ სწორად გავიაზრე, უფრო სწორად რაღაც შემთხვევაში აი პირველ სინთეტიკურ დატაში პირველიდან მესამემდე გლობალურად მხოლოდ აი ბოლო 3 ფიჩარი ახდენს გავლენას ტარგეტზე, დანარჩენები არაინფორმატიული ფიჩარები არის. და მაგეების დაიდენტიფიცირება შეძლო, აი ნახეთ აქ რაღაცა გარკვეულ მთლად ვერაჯობა ეხა რაღაცა inways მოდელი არის, ზუსტად არ ვიცი ეს რა მოდელი არის, სიმართლე რომ გითხრათ არქიტექტურა ბოლოშია ტაბნეტი. მაგრამ მოახდინა მაინც შეძლო და მოახდინა გლობალური გავლენის დაიდენტიფიცირება, ანუ გლობალურად რომელ ფიჩარებს აქვს ძირითადად გავლენა ტარგეტზე. ამ 6 ფიჩარიდან ესენი ამბობენ, რომ ფაქტიურად აი ამ ეს ისეთი ხელოვნურად შექმნილი სეტები არის, დატა სეტები, სადაც მხოლოდ ძირითადად ორი ცვლადი არის, პირველი ორი ცვლადია მნიშვნელოვანი. თუ არა, უბრალოდ ბოლო 3 ცვლადი რა. x3-დან x6-მდე. ბოლო 3 განზომილება ყოველი ფიჩარის, ყოველი input-ის რა. ხო და აქეთ ეს ბოლო 3 სეტი უკვე მე-4, მე-5 და მე-6 სეტები. ისე არის აგებული, რომ ეს ფიჩარები, ანუ უბრალოდ იმის ფიჩარების გავლენა უკვე ტარგეტზე instant wise არის რა. და კერძოდ, ხან x1, x2-ია მნიშვნელოვანი ცვლადი. ხან x3, x6-ია მნიშვნელოვანი ცვლადი რა. და ამის ინდიკატორს გაძლევს პირველი ცვლადი. გააჩნია პირველ ცვლადში რა მნიშვნელობა წერია. იმ 6 განზომილებიან მიხვდით, სწორად გასაგებად ვსაუბრობ თუ არა? კი, დაახლოებით გასაგებია. ხო. ხო და მაგის იდეა ეგ არის, რომ ამან აღმოჩნდა ისე, რომ ეგეთი კავშირი უკვე დაისწავლა და დააიდენტიფიცირა და ნახეთ და აი აქ როგორც ესენი გვიჩვენებენ ტესტირება, ესე აჩვენა, რომ ფაქტიურად ყველაზე კაი შედეგი აი როცა ეგეთი кейსი გაქვს, ეგეთი დატასეტი გაქვს, რომ მაგალითად ძირითადი გავლენა წონას და მაგალითად ასაკს კი არა აქვს ადამიანის რაღაცა ჯანმრთელობაზე პირობითად. თუ ისეთი დატასეტი გაქვს, რომ ყოველთვის შეგიძლია თქვა, რომ აი წონას და ჯანმრთელობას აქვს გავლენა ძირითადად რაღაცა ისეთი პროცესიდან გენერირებული დატა გაქვს, რომ მაგალითად
ექსპერტული ცოდნით შეგიძლია თქვა ისეთი ფიზიკური პროცესია ან რაღაცა ეკონომიკური ან რაღაცნაირი ტიპის პროცესია, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ აი ძირითადად წესით ორი ფიჩარი უნდა იყოს ძირითადად გავლენის მქონე. მაშინ ყველა ინსტანსი, ყველა პოინტი, რაც შენ დატასეტში შევა, ძირითადად მაგ ორ ცვლადზე უნდა იყოს დამოკიდებული. და ეგ უნდა დაიჭიროს კიდეც მოდელმა. არა, თუ ისეთი დატასეტი გაქვს, რომ უკვე ეგ დამოკიდებულება input-სა და output შორის იცვლება რაღაცა კონკრეტული ფიჩარის მიმართ, მაშინ უკვე, რა ვიცი, ეგრე აღარ არის რა. უკვე რთულია ცოტა დაიდენტიფიცირება. თუმცა ნუ მაინც როგორც წესი იჭერენ ახლა დიდად ძალიან არ უჯობნია ახლა სადღაც აი აქ 1%-ით აჯობა. არც კი დაჟე 9-2%-ით. ნუ აქ 2%-ით აჯობა. ბენჩმარკებზე ზოგადად ეგრეა, დიდი სხვაობა არ არის. როგორ ნიკოლოზ? ბენჩმარკებზე ეგრეა ზოგადად, როიძახიან ვითომ ძალიან კარგიაო არ არის, მაგრამ აი table 3 უკვე კაი შედეგებია. ხო რა. ხო, ნუ პრინციპში აღმოჩნდა რომ რაღაცეებში გაჯობა სტანდარტულ ბუსტინგებს და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, მე ეს არ დამიტესტავს, არასოდეს გამომიყენებია. ცოტა მგონია რომ ნელიც იქნება და რაც მე მოვსერჩე და წავიკითხე ფორუმებზე წერენ რომ ნელიაო მართლა რეალურად ისეთი რთული არქიტექტურა აქვს ახლა ამას აი აქ რო ჩახედოთ, ხო? მე აქ ცალკე feature transformer-ი არის, ანუ AES ბლოკი არის ჩაშლილი, ესეც აი აქ რო შევა ეს გარდაქმნილი დამასკული data AES batch. აი ამ ხელა ტრანსფორმაციებს გადის რა, აქ მე მგონი residual მეტიც არის ჩართული. და ასე შემდეგ. თან ხო ესენი ამბობენ კიდე ამ feature transformer-ზე, ეხლა დამავიწყდა მე თქვა რომ რადგან ერთი და იგივე input-ი, ანუ ყველა step-ზე შედის ერთი და იგივე input-ი და პლუს კიდე აი წინა step-იდან, აი აქედან მაგალითად step 2-დან ასევე შედის როგორც row data, რაც იყო გარდაუქმნელი, ასევე პირველი step 1-ის მიერ დამუშავებული data შედის. ხო და I'm feature transformer-ში. ოღონდ ეს step 1-ის მიერ დამუშავებული data შედის უკვე ამ attentive transformer-ის გავლით, რომელიც ამ მასკზე გავლენას ახდენს. ესენი ამბობენ, რომ ამ feature transformers უნდა კონდეს ესეთი ხასიათიო რა. რაღაცა ბლოკისაგან უნდა შედგებოდესო, რომელსაც ყველა step-ი იზიარებსო, ყველა step-ისთვის ერთი და იგივე იქნებაო. იმიტომ რომ ფაქტიურად row data-ზე მუშაობსო, ყველა step-ი row data შედის ყველა step-ში. და ასევე უნდა იყოს კიდე decision step dependent-იო რა, რაღაცა კონკრეტული ბლოკი, იმიტომ რომ ახალ ანუ სხვა ინფორმაციაც შემოდისო რა, წინა step-ის ინფორმაციაც გადმოდისო და ისიც რომ სწორად დაამუშავოსო რა. თუმცა ექსპერიმენტები აქვს ჩატარებული, სადაც მარტო მაგალითად ეს შეარდეკროს ანუ decision step dependent კონკრეტულ step-ის მიმართ აგებული ბლოკი ტრანსფორმერში არ აქვს გამოყენებული. ხვევით აქვთ მაგაზეც საუბარი. ხო, სად ვიყავით? ხო და ეს benchmark-ებს რო გადავხედოთ რა. ნუ სიმართლე გითხრათ ახლა მე არ ვიცი ახლა ეს რეალურად ეს ბევრ დატასეტსაც არ ვიცნობ, რა ტიპის დატასეტები არის. აი ეს პოკერის თამაში საერთოდ არ ვიცი და ეს ვერ გავიგე, ვცდილობდი ჩამეხედა რა დატასეტი იყო და რა ტიპის მონაცემები იყო და ესე უცბად ვერც გავიაზრე, იმიტომ რომ პოკერის საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს. რა არის რაღაც პოკერის სხვადასხვა კომბინაციებს აღნიშნავდა იქ დატასეტი და რაღაცეებს ითვლიდა ალბათ. ხო და ნუ როგორც აღმოჩნდა რომ ამ დატასეტზე კარგი შედეგი აქვს რა. აი ეს table-ი მაგას გვიჩვენებს. რომ ფაქტიურად ყველაზე კარგი შედეგი აქვს. ეს არის rule based. Rule based ნიშნავს რომ არანაირი მოდელი, სტატისტიკური მოდელი და რაღაც განუზღვრელობა არ აქვს რა. ესეც რა მოდელია არ ვიცი, მაგრამ რომელიც 100% არ სიზუსტესდებს. მაგრამ აღმოჩნდა რომ აი ამ დატასეტზე ყველაზე კარგად ეგ 100% ასროდებს ეგ მოდელი არ არის, ეგ არის rule based, აი მაგალითად ჭადრაკში if-else-ებით, ხო, if-else-ებით აგებული რაღაცა rule-ების chain-ი იქნება რა, თუ ეს და ეს არის რაღაცა იმ კარტებში წარმოდგენილი მაშინ. თუ სწორად მესმის ეგრეა რა. ალბათ თქვენ იცით პოკერის თამაში, მე ასე არა. არც მე ვიცი პოკერის თამაში.
ხო და მოკლედ ესეა რა საქმე. მე აქეთ კიდე რაღაც სხვა დატასეტები არის, რომელიც ანუ ეს forest cover type-ებს ადგენს კლასიფიკაცია, ესეც რა ტიპის ხესთან აქვს საქმე, რა ტიპის ტყე შეიძლება იყოს კონკრეტულ არეში, მაგის კლასიფიკაციაზე საუბარი. მანდაც, რავი, კარგი შედეგი დადო საკმაოდ. ეს მე მგონი მულტიკლასიფიკაცია თუ სწორად მახსოვს. და ანუ სხვადასხვა სეტებზე აქვს საუბარი რა. ერთი რაც მომხვდა თვალში რომ ეგა კარგიო თუ მაგალითად აი ეს dependency target-ის feature-ებზე dependency მართლა გლობალური ხასიათის მატარებელი კი არ არის, არამედ ლოკალურად instance-wise იცვლება. მაშინ ძალიან კარგი სასარგებლო tools-ი ყოფილა ეს რა. და მე აქ სხვადასხვა იმის მიხედვით უკვე მოდელის საიზების მიხედვით, ანუ რამ სიღრმე ნეირონულ ქსელებს და სხვადასხვა რამდენ unit-იან და რამდენ განზომილებიან layer-ებს იყენებენ და ასე შემდეგ. აგის მიხედვით მოდელის საიზების მიხედვით შედარებული აქვს სხვადასხვა ტიპის benchmark-ებთან რა. multi-layer perceptron-თან და ასე შემდეგ. საინტერესო რაღაცა არის, მე არ გამომიცდი, ალბათ ეხლა ვცდი, მანამდე არც მქონია მაგის დრო. ხო და ნუ აქეთ ბოლოს გვესაუბრებიან ჰიპერპარამეტრების გავლენაზე, ძირითადად რომელ ჰიპერპარამეტრებს აქვს ყველაზე მეტი აი გავლენა აქ მაგას აღწერენ რომ ანუ ის სტეპები რაც ზევით თქვით რა პატარა ბლოკებად რო იყო გაერთიანებული რა დამასკვა feature transformer-ი და მე ტრანსფორმაციის შემდეგ სპლიტი მე ისე ეს დასპლიტვის ერთი ნაწილი მიდიოდა რაღაც ტრანსფორმერში რომელიც მასკს ახალ ფილტრს გენერირებდა feature-ების დასამასკად და მე ისე ხელახლა იწყებოდა დამასკვა feature transformer-ი და გასპლიტვა აი ერთი თეული ბლოკი არის ერთი სტეპი. და საბოლოო ჯამში ამბობენ რომ აი ეს მნიშვნელობა არისო ყველაზე ოპტიმალურიო 3-დან 10-მდეო რა. ნუ თუ გაზდით კიდე გააჩნია დატიდან დატის მოცულობიდან გამომდინარე შეიძლება კიდე გაზარდოს შეამცირო, მაგრამ ყველაზე ოპტიმალური ეს არის. მაღალი სტეპ ანუ ბევრმა სტეპმა შეიძლება overfitting-ი გამოიწვიოს და ალბათ ხვდებით რატომაც ხადია. ხოდა ნუ გენერალიზაციის პრობლემა იქნებაო. ესენია კიდე ანუ ND და NA ზუსტად აი ბოლოს სპლიტს რო ახდენს, რო გამოდის feature transformer-იდან რაღაცა განზომილების output-ი რო წარმოდგენა რო input-ის რაღაცა განზომილების წარმოდგენა რო გამოდის, იმას ხო ყოფენ მე ორ ნაწილად splits. ამას უშვებენ ND, ეს არის decision step-ში უკვე უნდა მიიღოს მონაწილეობაო decision-ის პროცესშიო და ამან კიდე უნდა მიიღოსო ახალი ფილტრის დაგენერირების პროცესშიო მონაწილეობაო. და ეს პარამეტრების მნიშვნელოვანი პარამეტრებია და ყველაზე ოპტიმალური შუაზე დასპლიტვაა, როგორც ჩანს ესე ამბობენ რა. რომ ერთმანეთის ტოლი რო არის. მაგალითად რავი, თუ შევიდა 4000 განზომილებიანი ცვლადი პირობითად და არის ეგეთი შემთხვევები და არის ეგეთი მოდელები 4000 ცვლადი გაქვს მართლა. თუ შევიდა 4000 და ამათმა შეამცირეს, როგორც ესენი ამბობენ, რომ მაღალი მნიშვნელობები არ არისო, კარგიო ამათიო, ანუ output-ის იმ feature transformer-ის მერე რო გამოდის, მაგ output-ის მაღალი მნიშვნელობა კარგი არ არისო. თუ გამოდის მაგალითად 20, მერე 10-ად დასპლიტა, 10 განზომილებიან რაღაცა ვექტორს გაუშვებენ რელუში, რომ მერე შემდეგ აგრეგაცია მოახდინონ, შემდეგი სტეპის 10 განზომილებიანი ვექტორი რო დაუმატონ მაგ ოღონდ ის რელუ გარდაქმნილი რელუში გატარებული რომ დაუმატონ მაგას და საბოლოო ჯამში ეგრე 10 ჯერ n სტეპი ცალი აი ეს ეგეთი ცალი აი აქ რა პარამეტრებს გავუსეტავ ეგეთ ვექტორს n-ს კრებავს რა n-დი განზომილებიან ვექტორებს კრებავს ბოლოს და მე მაგათ წონის რაღაცა წონებით და შეყავს უკვე ლოსში ეგ არის საბოლოო პრედიქშენი რა ანუ ისევ და ისევ და კიდე ხო აქ რაღაცა პარამეტრები არის რომელიც ანუ ამ ფილტრის sparsity-ს აკონტროლებს attentive transformer-ი რო ფილტრს გიბრუნებს რომელთაც უნდა დამასკო მერე შენი input batch-ი raw input batch-ი იქაც აკონტროლებს იმ sparsity-ს ანუ რამდენი ნული იყოს შიგნით რაღაცა ეგეთი პარამეტრებია კიდევ ო და იდეა ეგ არის რა ფაქტიურად რომ მანამდე ხო ეხა ეს ნეირონული ქსელების output-ი
ფაქტიურად არაადიციური არის, ანუ ყოველ ლეიერში გავლილი ასე რომ ვთქვათ გარდაქმნა და შედეგი ხო ერთმანეთთან არ იკრიბება, ანუ საბოლოო შედეგს ამათ შეკრებით ხო ვერღებულობ, იმიტომ რომ ვერ რაღაცა წრფივ კომბინაციას გადის, არაწრფივ კომბინაციას გადის უბრალოდ. ხო წრფივ კომბინაციას რო გადიოდეს, კი ადიციური შეიძლება ყოფილიყო. არა, უბრალოდ არა, ადიციური არ იქნებოდა, მაინც მატრიცაზე ნამრავლებია როგორც წესი. ხო და ესენიც ამათმა შექმნეს ისეთი სტრუქტურა, რომ ყოველ სტეპზე, სტეპის მერე გამოტანილი შედეგი შეკრებადობას ფით ხასიათდებოდეს, რომ საბოლოო ტარგეტთან კი სტეპში, შიგნით სტეპში რაღაცა არაწრფივ გარდაქმნებს გადის. აი აქ ისე სქემას რო დაუბრუნდეთ. აი აქ ყოველ სტეპზე რაღაც არაწრფივ გარდაქმნებს კი გადის, მაგრამ აი ეს აუთპუთები უკვე იკრიბება, ადიციურია და უბრალოდ მერე წრფივად კომბინაცია ხდება უკვე იმ განზომილებების, რაც არის ბოლოს, აი ND განზომილების ვექტორის წრფივი კომბინაცია ხდება, რომ მიიღონ რაღაცა ერთი სკალარი, თუ მაგალითად რეგრესიულ ამოცანასთან გაქვს საქმე რა. ერთი რაღაცა რიცხვი, რომ მერე ის შეადარონ ტარგეტს უკვე. იდეა მთელი ამისი ეგ არის რა. დიახ. ხო, ეხლა, ნუ არ ვიცი, რამდენად გასაგებად ავხსენი, სიმართლე რო გითხრათ. კი, გასაგები იყო. ჩემთვის ეხლა პირველი არის ეს, მანამდე შეხება არ მქონია. და საინტერესო რაღაცაა, შეგიძლიათ რაღაც დაჯდეთ, ითამაშოთ, მე მგონი არის იმპლემენტირებული ამის ეს მთლიანად ფრეიმვორკი, ტაბნეტი. და ჩახედოთ. ანუ ესე იგი რო შევაჯამოთ, საბოლოო ჯამში ამ ტაბნეტის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ ფაქტიურად ნეირონული ქსელებით აგებულია ხის მსგავსი პროცესი, მიმიკა, ანუ მაგის იმიტაციას ახდენენ. შედეგები საბოლოო ჯამში, ანუ და თან ხო ეს ადიციურობა კიდე რას აძლევს ამას მოდელს? ეს ადიციურობა იმისთვის არის კარგი, რომ ფაქტიურად ფიჩარი იმპორტანსებს დაითვლი მერე რა, ანუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიჩარები იყო, ან მაგას აი ერთ-ერთი მიზანი კიდე ამ პეიპარის და ამ ნეირონული ქსელების დაუნსაიდი, ასე რომ ვთქვათ, ზოგადად კლასიფიკაციაში და რეგრესიაში ინტერპრეტირებადობის ნაკლებობა აქვს. ვერ ხვდები რა გავლენას ახდენს, როგორ მოქმედებს თითოეული ფიჩარი, რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ მოქმედებს იმდენ გარდაქმნას გადის შიგნი საბოლოო აუთპუტზე. და ამათმა ეს ადიციურობა მაგიტომ შემოიტანეს აი აქ, რომ აი ამ მასკების მიხედვით, მასკებიდან უკვე მასკებს რო შეკრიბავ ფაქტიურად, აი ამ ფილტრებს, რომელიცაც ეს გიგენერირებს attentive transformer-ი, რომ გაგიფილტროს ყოველ სტეპზე ფიჩარები. ფაქტიურად რაღაცა უკვე ფიჩარის გავლენის და წონის მახასიათებელ რაღაცა თულს გაძლევს რა, ასე რომ ვთქვათ. და ბოლოს ესენი რო ადიციურია, შეკრებადი არის. დაახლოებით ეგ არის საბოლოო ჯამში. და თითოეული ანუ ფიჩარის აი ამ მასკის საბოლოო ჯამში მიღებული, ყოველ იტერაციაზე მიღებული მასკების აჯამვით და რაღაცა ნორმალიზაციით, აი აქ აქვს გამოყვანილი ეგ. აი აქ. აგრეგირებული საბოლოო ეს ფილტრების მატრიცი რა. თუ მაგალითად 10 სტეპი ხო ქონდათ 10 ბიჯი. აი ეს n სტეპი რო 10 ამბობდნენ რომ ქვევით 3-დან 10-მდე არის ყველაზე ოპტიმალური. და ეს რაღაცა ბეტა აი ამ კოეფიციენტით შეწონილი აგრეგირებული მატრიცია. ცოტა გამოსახულებაა, მაგრამ ხო. დიახ. და ამით უკვე შენ შეგიძლია ფიჩარი იმპორტანსებით სალსახად დაიდენტიფიცირო და აი გრაფიკით დაახლოებით აქ აქვს წარმოდგენილი. აი ხედავ. კი ჩანს. აი ეგ აგრეგირებული მატრიცი არის და ეს რომელ დატაზე საუბრობს აქ? ექვსი სინთეტიკური მონაცემი რო დააგენერირა, მგონი ეგ მონაცემებია. და მაგაცი რო მაგაცი არის ზუსტად, ხო? კი.
და ეს განზომილება მე მგონი აქ რამდენ განზომილებიანია 11 განზომილებიანი ფიჩარი შედის რა. ახლა აი მე-5 მე-6 განზომილება აქვს დაიდენტიფიცირებული საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვნად. აქ მე-3 მე-6 და ასე შემდეგ. მოუყვება. ხო, ეგ არის საბოლოო ჯამში მე როგორც გავიგე ამ paper-ის მთელი არსი და შინაარსი რა. აბა რამე კითხვები ხო არ გაქვთ რა გაიგეთ, რა ვერ გაიგეთ, პრინციპში მეც ახლა რო გითხრათ რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერი გავიგე მეთქი და როგორ არის იმპლემენტირებული და ასე შემდეგ ამის გამოყენების მეთოდები და რაღაცა ისეთი ტექნიკები ან fine tuning-ი როგორ ხდება და ის ჰიპერპარამეტრების თითოეული ჰიპერპარამეტრის როგორც ბუსტინგზე გაჩვენეთ, როგორ რა გავლენას ახდენს თითოეული ჰიპერპარამეტრი ასე დეტალურად ახლა ვერ მოვასწარი აქ ჩასვლა და გარჩევა. იმიტომ რომ არ მიმუშავია ამ ფრეიმვორკთან არასდროს. და რა ვიცი, აბა გაქვთ რამე კითხვები? მე რაც გავიაზრე და როგორც შემიძლია, თუ სწორად გავიგე რაც აქ წერია, გიპასუხებთ. ნუ ძირითადად გასაგებია ყველაფერი რაც ახსენეთ, იმიტომ რომ რაღაც კრიტიკული საკითხი არ იყო. ძალიან კარგი. კარგით, მაშინ არა გვაქვს. თუ კითხვები არა გვაქვს, შეგვიძლია დღეისთვის მოვურჩეთ. გვაქვს კითხვები? ოკეი. კაი, მაშინ აბა ბავშვებო, რავი. შაბათია დღეს, კარგ დასვენებას გისურვებთ და შევხვდებით ალბათ მომავალ სამშაბათს მე მგონი.